წალკაში რძის პროდუქტები გაზაფხულის დადგომისთანავე იაფდება. რძის ფასის კლებას თან მოსახლეობის უკმაყოფილება ახლავს. თუმცა წალკელი გლეხების მოთხოვნის მიუხედავად, ფასი თვიდან თვემდე იკლებს. მოსახლეობა ამბობს, რომ რძის რეალიზაციისგან მიღებული თანხა საყოფაცხოვრებო ხარჯებს ვერ ფარავს. უმეტეს შემთხვევაში მერძევეობა წალკელი ოჯახების ერთადერთი შემოსავალია. ამ თემაზე ჩვენი რედაქცია წლებია მუშაობს. მოსახლეობა მაშინაც წუხდა და გამოხატავდა უკმაყოფილებას რძის ჩასაბარებელ დაბალ ფასზე, რადგან ძროხის მოვლა პატრონობა დიდ შრომას და ხარჯებს მოითხოვს. რეალიზაციისგან მიღებული თანხა დაბალია და რძის წარმოება აზრს კარგავს. რედაქცია ცდილობს დაუკავშირდეს რძის მიმღებ მსხვილ კომპანიებს. გვაინტერესებს, როგორ ხდება ნედლი რძის ჩასაბარებელი ფასის დადგენა და ხომ არ იგეგმება ფასის დასტაბილურება. გაგვიეფეს რძე. ცხოვრებაც გაძვირდა, ყველაფერი გაძვირებულია, ჩვენია იაფი ყველაფერი. ლიტრა რძე ლარი 40. ლარი 40-ია განხდარი და რა ვიცი, არ ღირს ძროხის შენახვა, თივა გაძვირებულია. სათიბი ბევრი არ გვაქვს, იქირაო არ ღირს ქირაობა. თივა იყიდო და ძვირი ჯდება და რა ვიცი, ძროხის შენახვასაც აზრი აღარ აქვს ბევრს. სხვა გზა არ მაქვს და მაგის გამო ვაბარებთ რძეს. იაფად ვაბარებთ, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენი შემოსავალი ძროხებია და ამიტომ გასჭირდა სოფელში ცხოვრებაც, რა ვიცი, ჩვენ დამოკიდებული ვართ სოფლის მეურნეობაზე, კარტოფილზე და ძროხების შემოსავალზე. ხო და ასე რომ გაძვირდა ყველაფერი, ჩვენი იაფია და მაღაზიაში შეხვალ ყველაფერი ძვირია. წყალი უბრალოდ წყალი ლარი 80 თეთრია მე მგონი და ჩვენი რძე ნატურალური რძე ლარი 30, ლარი 40. დენიც რა თქმა უნდა, დენიც გაძვირდა, საწვავი გაძვირდა. რა ვიცი, ყველაფერი ძვირია. მოსახლეობა ფიქრობს, მაგრამ როგორ არის იცი? გამოუვალ მდგომარეობაში მოსახლეობა არის, რომ ბანკის ვალები აქვს და გინდა უნდა ჩააბაროს საწაიღოს და ამის გულისთვის აბარებს, რომ ეს არ ქონდეს ეს ბანკის ვალი, აი ჩააბარებს არ. რძეს ვალი და სახარბიელო ფასები და ლიტრობაც არ გვაქვს, რომ თქვათ აი ეს გამოსაყენებლად ან რამეში გამოვიყენეთ და გვარგო, ან სხვა პირობებში, არ ვიცი, ვერ გეტყვი ზუსტად, არის დაახლოებით თვეში 100-150 ლიტრა. ყავს, რა ვიცი, 3 ძროხა, მაგრამ არაფერში არ ვყოფნის ეს 3 ძროხა. რა ვიცი, ვართ ისე უცხოვრობთ გაჭირვებულად. არ არის სხვა გამოსავალი არანაირი. ყოფნის თუ არ ყოფნის, ცხოვრობთ ასე. გაჭირვებულად, ერთი სიტყვით არ გვაქვს. შემოსავალი არაფერი არ გვაქვს. მიწები არ გვაქვს. საძოვრები ყველაზე მეტად გვიჭირს საძოვრებიდან. რძეს რომ ჩავაბარებთ, ოჯახში რაც გვესაჭიროება, ხო გვინდა შაქარი, ზეთი თუ ყავა გვინდა თუ რამე გვინდა, უყიდულობთ რძიდან. მაგრამ მაინც ეს რძე არაფერში არ უყოფნის, მაგრამ რა უნდა ძალით ვიყოფინებთ და აი ასე ვართ. ყველს ხანდახან თუ სახში დაგჭირდა, მაშინ ვაკეთებ თუ არა და მასაც ყველისთვის რძეც გვებრალება, რომ ფული გამოვართვათ და გადასახადია თუ რაც ხარის, ამაში გამოვიყენოთ. ჩვენი ოჯახის შემოსავალი ძროხები და რძე. ირუტყვის მეტი არაფერი არა. 4 ლიტრა, 5 ლიტრა მაქვს ეხლა. დილით ან საღამოთის მთლიანი არის 8-9 ლიტრა. 3 ძროხის რა უნდა, უკან პატარა ბოები მყავს, იმათაც ხომ ჭამა უნდათ. ნახევარი რძე ბოებს უნდათ. ნახევარი რძე არაფერში არ უყოფნის, რა ვიცი, ვართ ასე. ძროხები გვყავს, მეურნეობას ვეწევით, მეცხოველეობით ვართ დაკავებული, მაგრამ რეალურად ეს საქმიანობა იმ ფასად საერთოდ აღარ ღირს, რაც დღეს რძეს აქვს. ახლა 1 ლიტრი რძე ლარი და 40 თეთრი ღირს. წყალზე იაფია, ეს უკვე დაცინვას გავს. ზამთარში რძე დაახლოებით ლარი და 50-53 თეთრი ღირდა. ახლა კიდევ უფრო გაიაფთა. ხალხს ეს ფასი საერთოდ არ აწყობს. ძალიან ცოტა. ყველაფერი გაძვირდა. თივაც, საკვებიც, მოვლაც. ზოგჯერ თივა უფრო ძვირი ჯდება ვიდრე თავად რძე. წყალს რომ ვყიდულობთ, ლიტრი თითქმის 1.5 ჯერ ძვირი გამოდის, ვიდრე რძე.
ასეთი ფასით მუშაობა ხალხისთვის მისაღები აღარ არის. წალკის სოფლებში რძეს ადგილობრივები იბარებენ, შემდეგ კი მსხვილ კომპანიას აბარებენ. ისინი ამბობენ, რომ ფასს ისინი არ განსაზღვრავენ.